ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს ამას და ცოტა მეცნიერება რო შემოვიტანო ახლა ამ თემაში ეს არის ტრანსფორმაცია ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ. ანუ ავტორიტარიზმში ეფექტური კონტროლი აქვს რეჟიმს ყველაფრის, ყველა შტოსი ხელისუფლების საყრდენების კონტროლი აქვს, ხოლო დიქტატურაში უკვე ქრებიან ალტერნატივები. ანუ ფიზიკურად უნდა გაქრნენ ალტერნატივები, რომ ადამიანს ძალ რომ უნდოდეს, სხვას ვერ უნდა მისცეს ხმა. ეს მოდელი გვაქვს ჩვენ რუსეთში და ნუ ახლა იქ ფიქტიური რაღაცა ზიუგანოვის ოპოზიცია არის დარჩენილი, რომელიც ოპოზიცია არ არის სინამდვილეში, ბელარუსში და აი ამ კლუბში გაწევრიანების განაცხადი არის ეს, იმიტომ რომ სანქციების თვალსაზრისით ბექა ბოდიში გაგაწყვეტინეთ, ხო, გვატემალელებთან და თალიბანთან და ტერორისტების სადაც არიან, აი ბრიტანეთის სანქციების სიაში, პარალელურად მურუსიძესთან და ჩინჩალაძესთან ერთად არიან აი ეს. მივალ ეკა, ხო, ანუ ეს პროცესი გვაქვს, რომ ამ კლუბში წევრიანდება რეჟიმი, იმიტომ რომ რუსეთი ასეთი სახით მიიღებს რეჟიმს და ეს პროცესი შეიძლება გაკეთდეს, ნუ ერთი მხრივ ქუჩაში ახლა ეს ხარება და ეს რაღაცა ნიღბიანი გორილების ხელით და ფურცელზე ყველაფერი უნდა გააფორმოს ერთი მხრივ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, ხოლო მეორე მხრივ აი ამ უზურპირებულმა სასამართლომ. და სასამართლოს ხელით ამ რეჟიმმა გამოაცხადა, რომ აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, ხოლო სასამართლოების ხელით ადამიანების დაჭერას, ანუ ოპოზიციური პარტიული ლიდერების დაჭერას. ხო, ახლა პოლიტიკური პატიმრები ამ ქვეყანას ყოლია და ახლაც ყავს და ყველაფერი, მაგრამ აი ის რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს სისტემურად უნდა მიადგნენ და ხაზარაძე იქნება ეს, გირჩი ჯაფარიძე თუ არა, ვინც იქნება, ხო, და ყველა იქნება. ანუ პოტენციურ საფრთხეს ქმნიან და საკმაოდ რეალურს, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ყველა დაგიჭიროთ. და მე მინდა გამოვახმაო, რომ ამ ესე იგი სანქციები როგორ უკავშირდება ამას, რომ დასავლეთმა პირდაპირ დაინახა ეს ამბავი და თქვა, რომ არა რაღაცა ზოგადი სანქციები და ზოგადი განცხადებებით კი არ შემოვიფარგლებთ, არამედ ყველა მოსამართლე, ვინც ამ ამბავში არის გარეული, ეს გზავნილი ბოლომდე შევეხებით ჩვენს. ანუ აი ის იქნება რაღაც ალაზნის ხოხობებს გაეკიდება. ხო და იმაზე შორს ვერ წავა. ანუ დასავლეთმა ეს ბერკეტია ამოქმედა, კიდე მაქვს რაღაცების სალაპარაკო, მაგრამ შემდეგ კითხები.